სახელითა გულისათა და აზისათა დასულისა წმინდისათა ჩვენთან არის დიდება და მადლობა ღმერთს ჩვენ და მის სიყვარულისა და მოწყალებისათვის ამოსაზრო თანადგომისათვის ეს მართვის აღება და იძლება დიდი მართვა წმინდა და დიდი მართვა და ჩვენ კიდევ გვეძლება ღვთის მოწყალებით საშუალება რომ ამ მართვაში როგორც არ ახავს ისე დაუბრუნებთ ჩვენს თავს და აღმოვაჩენოთ საკუთარი თავი ისეთი როგორც სინამდვილეში არის. მადლობა ღმერთს სიწყალობისათვის რომელსაც გიგზავნის და ყოველ წამს ზრდის და გასავლის განსაცდელებით სწორგზას მიჩვენებს და შეცდომებით საკუთარ თავს ვანახებს რათა დავამატებთ. დღეს 60-დან განდევნის ხსენება არის. ეს იყო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი შეცდომა ადამიანისა, რომელმაც ღვთის მოწყალება და მამობრივი სიყვარული ვერ შეაფასა და ვერ დააფასა. და გამოიდევნა რა 60-დან მას აღთქმა მიეცა, რომ მისცემდა საშუალებას, რომ გამოესყიდა თავისი შეცდომა. და რადგან ადამიანს არ შეეძლო ამ დიდი დაცემის გამოსყიდვა, თავისი ძე, საყვარელი ძე გამოგვიგზავნა ჩვენ, რომ მას ჩვენს მაგივრად გადაეხადა ის ვალი, რომელიც ღვთის წინაშე ჩვენი შეცდომით დაგვედო. შევცდით რა ადამიანთან მოდგმა. ამ ხილულ სამყაროში შემოვიდა სიკვდილი, ხოლო მოციქული ამბობს, ცოდვა და ცოდვის ბოლო არის სიკვდილი ხორციელი და სულიერი. ასევე მაცხოვარი ამბობს, რომ სულიერი სიკვდილი უფრო მძიმეა და ყველაზე დაუნდობელი. რადგანაც ვინც სულით კვდება, იგი ვეღარასოდეს იხილავს თავის კეთილის მყოფელს ქრისტეს. და დღევანდელი დღეც ამისი გახსენება არის. რადგან თუ მიუტევებთ ერთი მეორეს, მაშინ ღმერთი მოწყალე იქნება ჩვენზე და ამ სიყვარულით შენდობის გამოთხოვის სანაცვლოდ სასופველს დაუსრულებელს უფალთან ამ დიდ სიყვარულთან ყოფნის შანსი გვეძლევა. აქედან გამომდინარე ვითხოვ თითოეული თქვენგანისაგან ნები და უნებლიეთ ჩადენილ ცოდვისა შენდობას. ვითხოვ რომ მომიხსენოთ და თქვენც ასევე შემინდოთ. ნები და უნებლიეთ ჩადენილი შეცდომა. მოგცდათ ღმერთმა ძალა სიყვარულისა, ძალა სიხარულისა, ძალა ორთერთ შენდობისა და მიტევებისა, ძალა სასუფეველის მოლოდინისა, რადგანაც სასო წარკვეთა სულიერი სიკვდილის ფასია და ძველი ესეთი საეკლესიო წესის მიხედვით
ამ დღეს ყველიერის კვირას მამები უდაბნოში გადიოდნენ. ჩვენ არ ვაპირებთ რომ გავიდეთ უდაბნოში, მაგრამ უდაბნო ჩვენთვის იქნება თუ კი მოვერიდებით განკითხვას, მოვერიდებით ჩანებას, არ დავავიწყდება ლოცვა და მსახურებაზე ყოფნა და ღმერთს ყოველთვის დღეს იწყება უკვე მოვისმინეთ ეფრემ მასურის ლოცვის თქმა ყოველდღიურად და თუ ჩვენს ღმერთს, ჩვენს თავს წარვადგენთ ღვთის წინაშე ლოცვითა და ვედრებით, მისდამი მორჩილებითა და მსახურებით, სიყვარულით და თითოეულისა მიმართ ასევე სიყვარულითა და საღვთო მსახურებით. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ვამბობთ, ეს ძველი ესეთი თქმა არის. ღმერთმა მოგცეს ჩვენ მარხვა სინანულის და ღმერთმა მოგმადლოს აღდგომა სიხარულის. ხვალიდან იწყება მარხვა. 4 საათზე გვექნება დიდი სერობა და კრიტელის კანონი დიდ ტაძარში და ვინც შეძლებთ კრიტელის კანონს აუცილებლად მობრძანდით რომ დაესროთ და მოისმინოთ. კიდევ ერთხელ ვითხოვ შენდობას.